დღეს გვექნება საუბარი შამანი ვაზირის შამანი ესვაში ვიზი პარტი და რაფის ხება უსაფრთხოები მოგეცა მეტოქის გაფორმება და ასე შემდეგ. ძალიან ეს სლაიდი გავამზადე ეს ჩამოვწერე ძალიან როგორ გითხრა აი ეს ჩამოვწერე იმიტომ რომ ეს ის მე ძალიან აი ინფორმაციას ვიგვაქვს და ისიც მომეცი კიდევ აი თითქოს აი ჩარეკის სოციალურ სოციალურ მიიღება ამ სახელმწიფოებში ჩვენ უფრო მეტად თავიდან ვიძენთ რაღაცების უნდაობას აი მაგალითად აი არის ახლა რომ ვიჯექი და არის ზუსტად როგორ გამოხატო ეს ისტორია მაგრამ დაახლოებით მაგალითად ალბათ კონტაქტი ну, смотрели, как они работают с интеллектуалом дискуссия, матчёйс. Ведь там я назвала, что есть концепция, მაგრამ იდეა ხო? მოჭადრაკეს როგორც იდეა სამსახურში სხვა არა გადაგაკეთებს ხო? იქ მოჭადრაკეს ესე აი რაღაც იყოს. აი თქვათ იცის ფიქრი, იცის წინასწარ გართვა, იცის რამდენიმე ვარიანტის ნახვა, იცის ლაგება, იცის დაგორებების დაფიქსირება და შემდეგ გვერდის აქცევა. ხო, აი ვისთვის იყვანებო მოჭადრაკეებს და ჩვენ დროს მახსოვს იყო რომ ერთ-ერთი კაცი მაგალითად 50 უნდა მოხდიდა მომენტი პროექტი და მაგრამ ისე წავიდა წინ, რომ ის კაცი მე მოგაბდა, რომ დიპლომის მაგრამ სტუდიო მოჭადრაკე მომხმარდა. რატო რა მოხდა? იმიტომ რომ მოჭადრაკეს საერთოდ სხოჯნა, თვითონ სხოჯნა არ აქვს ინფორმაცია, მაგრამ აქვს განვითარებული უნარები. უნარი იმისა, უნარი ამისა, ფიქრის ალგორითმია შემუშავებული და ასე შემდეგ. აი დაახლოებით ესეთი რაღაცა ხდება პირველ საფეხურში. აქ იმაზე კი არ ლაპარაკი, შენ იცი თუ არა ვარ-ფაი კარტების რაღაც შემოგვიდეს, იმაში არის. ამაზე არის, მე ძალიან ვთქვი ამას მიაქცია ყურადღება. აქ არის საუბარი, რომ უნარები უნდა მოხდეს. აი უსაფრთხოების უცებ განახვის მაგალითად, მოკლე გზის პოლის მეფეს უყურებს პირდაპირ ინდექსი რაც უნდა იყოს რამდენი თავისუფალი უჯრა აქვს მისთვის და ასე შემდეგ. აი იმიტომ კიდევ ერთხელ გითხრათ რომ მეუბნები მარტო მეუბნები ძალიან არის იხელმძღვანელოთ იმიტომ რომ მეუბნები ძალიან კარგად მატერიალია ასე საუბარი მაგრამ სუსტა ეს მაინც ამოცანებია მაგრამ აი გავაკეთების დროს ზუსტად ინსტრუქციაში რაც მასწავლებელს არის მოცემული სხვა რა უნდა განვითარდეს და ეს თქვენს უნდა იცოდეთ რომ თქვენ ამას უნდა დააკვირდეთ რომ ეს განვითარება ბავშვს თუ არა ამას ამოცანა თუ არა ეს არა აი განვითარება თუ არა აი არსებობს ესეთი ცოტა სხვა თემაზე გადავიდეთ მაგრამ ეს კარგად უნდა დაგაგებინოთ ეს ძველი ელინური ის არის ქვეყნების წარმოშობის რომ თავიდან რაღაცა პრინციპები შეიქმნა და შემდეგ შეიქმნა ქვეყანა. აი რაზმის ქრისტიანულობაშიც არის ეს მიღებული რომ მაგალითად პირველ დღეს რაღაცა შეიქმნა მეორე მესამე და ასე შემდეგ. თითქოს პირველ დღეს კი არ შეიქმნა ის რაღაც თვალსაჩინო არამედ ჯერ შეიქმნა პრინციპები. რას ნიშნავს პრინციპები? აი ცოტა თუ საკითხსაო შეიქმნა მაგრამ ძალიან უფრო მომსწრებ იქნებ გამიგოთა ის და გაკეთება. პრინციპი მაგალითად სინსუბულის
ერთად გვაძლევს ცეცხლს. სიმძიმე, სისვერე, მაგალითად და სიმძიმე, სისვერე და რა მაგალითად წყალს გვაძლევს. და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ამ წყალს კი არ ვქმნით, ცეცხლს კი არ ვქმნით. აი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ვქმნით აი პრინციპი, რაც შემდეგ ვარ, თუნდაც აი მოჭადრაკებული ყვანეს რაღაცა მოჭადრაკების გამომადგება კი არის ჩემს საკუთარ უცებ აითვისებს, ნახეთ, იმიტომ უნარები აქვს. ამას ვაპარაკობ ზუსტად პირველ საფეხურზე, მეორე საფეხურზე, პირველ საფეხურზე განსაკუთრებით და მეორე საფეხურზე ჩვენ ისეთი ბავშვობა შევქმნათ, რომელიც მერე უცებ აითვისებს ყველაფერს. ხო, გუშინ ცოტა შევაყოლეთ, მაგრამ გავახსენებ. ესე იგი, მეორე საფეხურში არსებული გაკვეთილები მხოლოდ პირობით იქნება საგების მომტანი, თუ ბავშვებმა წინა საფეხურის წარმატებით გაიგეს. რა თქმა უნდა, და ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს მხოლოდ ტესტის ჩაბარებას არ გულისხმობს. აი ზუსტად ამაზე რაც ჩვენ ვისაუბრეთ. არანაირად არ გულისხმობს ტესტის ჩაბარებას მხოლოდ. ნახეთ, ცოტა ძირითადად ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფო გასაზრდას თავად მიმართულებას და დაავადების შედეგები და აუცილებლად აქტივის შინაარს გასაზრდას ტემპს და სიჩქარეს. დღეს გამოვიდეს თქვენი შეკითხვები და ზოგადად ყოლო მაგალითად რამდენი ხანში უნდა გავიაროთ ესა თუ ასე შეშინდა. ისევ არ გვაქვს აი კომუნისტური ის რაღაცა ნორმა, აი ხარ შესაძლებელი რომ ამაში დაახლოებით შეიძლება იყოს ხარ ეს წელიწადში ხარ პირველ საფეხური და ასე შემდეგ, მაგრამ აი კრედიტი არის ძალიან გამომდინარე. სახელმწიფო განსაზღვრავს მიმართულებას და რა სიჩქარე მიდიხარ, ხო, ამას განსაზღვრავს თვითონ ის ბავშვების შედეგები. ოღონდ ისე არა ტესტის. აი თქვენ უნდა შეარყოთ, რომ ბავშვი საუბრობს პროცესზე, კარგად ვიარდება. აი ეს ალგორითმი რაც აქვს ფიქრის პომისთვის, ის სვლის პომისთვის აქვს სწორი და ასე შემდეგ. პირველ საფეხურში ათვისებული უნარების გამოყენება ბავშვმა საკუთარ პარტიებში სვლა შეძლო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ეს მათ პარტიებში არ იჩქაროთ მეორე საფეხურზე გადასვლა. ჯობია გავჩერდეთ. ამით ჩვენ არ ვჩერდებით. აი არის სტაგნაცია, რომ გავჩერდით და ჩავჭავდით და ეს ხანერი გაჩერდება. ეს ჩვენ დამიფასება ძალიან მაგრა. აი თუნდაც ის ინდური სკოლა, ეხლა შეიძლება თქვა ინდური სკოლა, თუმცა სულ ახალი ჩამოყალიბებული არის. ერთ-ერთი რიც არის აი თავარი, ასე ვთქვათ, ფარგლანი ამის. ყველა როდესაც რაღაცას ეკითხებიან, ხო? პირველ რიგში პასუხობს ამას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის საბაზისო ბეიზიკს, აი ის საბაზისო ცოდნა, რაც სულ თავიდან იქნება. მე ყველაფერს აიძულებს. ისევ აი გაიცნეთ მოჭადრაკე, რაღაც ბიგული მოჭადრაკე, რომელიც დიდი სამსახურში საერთოდ არ არის საერთოდ თემა და უცებ იდვისებს ყველაფერს. იმიტომ უნარები აქვს რაღაცა. აი ამის ის ხდება პირველ მეორე საფეხურზე. და აუცილებლად რაც პირველში სწავლობ შეიძლება 100% არ იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ აი ძალიან დიდი პროცესი არის. თქვენ უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ აი ეხლა უკვე შეიძლება მეორეს გაწევა. იმიტომ რომ მეორეში გახდება ახალცოდნას ვიწევ და თუ ის წინა გადამხდები არ აქვს, ეს ახალი ცოდნა ერთად გამოიწვევს. ძალიან ისეთი შეკითხვა არის ბუნებრივი მშობლებისგან, თუ ბავშვებისგან, თუ მონადირეებისგან, პირდაპირ მეორე საფეხურის დაწევა. ისე უბრალოდ მეორე საფეხურზე ეხლა ვიწევთ, რომანი დარტყმა, ნუ საბავშვო ბაღი არის, ვაზირი ეკუთვნება ორტიგონას, და უყურებს ეხლა მშობლები და ფიქრობს, კარგი რა ეხლა ჩემი ბავშვი ისეთი თუ რაღაცას ისმის, ხო, დავიწყო აქ, ხო არა. ჩვენ ვაკეთებთ და განსხვავებული ასეთი რეკორდები ჩვენ ავტორებზე. და იმიტომ რომ ისე იგივე ჩვენ ჭადრაკის გაკვეთილს ვატარებთ არა ინდივიდუალურ ბავშვებს დაავადების ახორციელებას შეძლო
კარგი ფორმულირება, ანუ ჩვენ ვძდით პრაქტიკოსებს, ხო, აი ამის თამამიდან. და ამოცანები ამის მიზეზი მხოლოდ საშუალება და რა თვითონაც. ჩვენ ხშირად ვეცდებით ამ ამოცანების ძალიან, იმიტომ რომ ბავშვი ხსნის, გონია ბაკაია, რაღაც ტექნიკით მიდის და ვიხარია და აბა იმაზე გადავედი, აბა ასეთზე გადავედი, ერთის მომიმატე და ასე შემდეგ. და მე პარტიებს რომ ახავ, გული გადავიტრიალებ. არსებობს ერთგვარი ნიჩვევა, იცით, ამოცანებზე, ეცოდინება ეს პრაქტიკაში და აი რაღაც მომენტში ბავშვი ეჩვევა ამოცანებს, აი რაღაცა გასაღებს თითქოს პოულობს ამ ამოცანებს და ხსნის, მაგრამ თავარი გასაღები, რომ როდესაც პარტიაში არ იცის რა არის თავარება და იქ თვითონ და დაგეგმოს რაღაცა იპოვოს, თავარი გასაღები არ აქვს. ამას უნდა გამოვიდეს ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება. თუ ბავშვები ძალიან ბევრი გულას გაგავს საკუთარ პარტიაში, უნდა შეჩვენონ. არ მოინტერესებს აკურმაგი დარტყმა არაფერი, ჯერ არ უნდა მიცემ ფიგურები. თუ ფიგურებს აწევს დაფისება არა, ვერ ამოწევენ, ვერ ამოწევს. ამიტომ ცოტა ხანი უნდა შევჩვენოთ. ბავშვები პირდაპირ მეორე საფეხური იცვლება მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე იციან ჭადრაკის თამაში. თუმცა ეს ის ყოველთვის გულისხმობს, რომ მან იციან თამაშის წესები, რაღაცა ტაქტიკაც აქვს თამაშის, მაგრამ გაგება და უნარები ბევრად არ არის იმ ბავშვებისა, რომლებიც გააძლიერებს ექციის მანძილზე დაგეგმილ პირველ საფეხურს. რას ნიშნავს ეს? თუ აი მაგალითად თუ მართალია ბავშვი შეიძლება პირველ საფეხურის სამშობლოსთვის და ძალიან დიდი პირველი გაიცნო. მაგრამ პირველი პლუსი მაინც უნდა დაიწყოს. პირველი პლუსი წესით უფრო რთული არის მეორე სამშობლოში სადაც ამაზე შეიძლება ესე აღარ არის. აი პირველი პლუსი მაინც დაიწყოს. თუ კიდევ უფრო მაღალი არის, ისე ვთქვა მეორე პლუსი მეორე მიქსი დაიწყოს. მიქსი ხონდავს რა არის, რომ ყველაფერი არებულია და ჩვენ ძიების სტრატეგია და ჩავდივართ და გამოვხსენებთ და ვიპოვოთ სხვა. ანუ ისე იმაზე კი არა, რომ აუცილებლად ყველა ტექნიკა არის. თუ ვიღაცა მართლაც გამოსწია, აი პლუსების და მიქსების პრობლემით მაინც დაიწყოს წინა ასაკაცი. მეორე საფეხურის სამოცლოში ყურადღება ახალი მნიშვნელობის გაძლიერებაზეა, ასეთი გამოყენებულია შემდეგ თამაშზე და მასწავლეთ სამიზნეებს და შეტევის ტექნიკებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველაფერი ისწავლება სამიზნიდან გამომდინარე. ჯერ მოტივი, აი რა არის სუსტი და მერე უკვე ფრენი ძალები იწვევენ, რომ ეს მოტივი გამოვიდეს. ფიგურებს ყოველ იმ შემთხვევაში შეუძლიათ თავიანთი შედარებითი რეგულირების განმტკიცება, როცა რაიმე სასარგებლოს აკეთებენ. და ეს ძალიან კარგად უნდა აუხსნათ ბავშვებს. და რა თქმა უნდა, ფიგურები თვითონ დიდი სიზუსტეში არ უნდა იყვნენ და ეხლა შემოდის თემა. პირველ საფეხურზე რა იყო? სადგან ფიგურები უსაფრთხოა. აი ამ უსაფრთხოების იარაღი შეახერხებოდი ასე ვთქვა, ეხლა ვიცით იქ საუკეთესო. იმიტომ რომ ეხლა ჩვენი საუკეთესო იქნება ნამდვილად ძალიან ეფექტური. იმიტომ რომ უკვე გამაგრებულია იმით, რომ სადაც კი დავავებთ ფიგურას, სადაც უფრო საუკეთესო უჭრას, ეს საუკეთესო არის იმ მათ შორის, იმიტომ რომ უსაფრთხოა. არტაკებს კარგი იყოფა სამ ნაწილად, ხო? ეს კლასიკურად მიღებული ის არის დებუტი ეჩვილი. ნუ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, ძალიან საინტერესო არის მომწონს ძალიან კიდევ ალექინის განსაზღვრება. ალექინი ამბობდა ალექინის პროდუქტის ერთ-ერთი მომენტი ალექინის ზოგადად მაგრამ ალექინია. ალექინის წერა რომ ორ ნაწილად იყოფა პარტიაო. პირველი ეს არის სანამ აი რაღაცა ბალანსი დაიწყოს და გამოჩნდება, წარმოიქმნება სამიზნე და მეორე ნაწილი არის სამიზნე დამოკიდებული. ანუ ეპილოგში არ არის. სანამ რაღაცა სამიზნე გამოჩნდება და მე უკვე ამ სამიზნეს გამოხატვა. ძალიან მომწონს ეს გასაზრდა,
განსაზღვრებით იმ ბავშვებს, რომლებიც მაგალითად უკვე რაღაც პრობლემები არის სწორედ გასწავლი, თუნდაც დებიუტები, გასწავლისას აქვს და ცდილობს გააკეთებინა მე არიცი რა იქ ამთავრდება წესი. სანამ სამზია გამოჩნდება, წესი ამთავრდება ეს. ეხლა არ გეტყვით და ყოველთვის ეს გამოვიყენოთ, მაგრამ ყოველთვის თავშელა ხოდეს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ასი არის და თქვენში გიცეთ ისროს და განმოცოს და რაღაცა გამოყენება და თამაში. მაგრამ მოდი დავაუბრუნდეთ რა კლასიკურ განსაზღვრებას, განსაზღვრებას ესე დებიუტის პერიოდში, 3 წელი. არსებობს კიდე შინაარსობრივი გამოყოფა, ეს არის ტაქტიკა, პოზიციური თამაში და თავდაცვა. ტაქტიკა ესე იგი ისეთი მოგება, პოზიციური თამაში, საინტერესო თამაში და პოზიციის მიღება გაზიარება და თავდაცვა თანხმობის თანხმობა. აი შეგვიძლია სახელმწიფო მოდელია, ასე ვთქვათ, მეოთხე გაზიარებას და საინტერესო ვთქვათ ეკონომიკური როგორი სვლა, რაღაც მომენტში ტაქტიკა ესერი მოგება და რა თქმა უნდა თავდაცვაც უნდა მიწოდეთ, რომ ეს აუცილებელი მომენტი არის. სამივე ეს ტაქტიკა პოზიციური თამაში და თავდაცვა სამივე არის დებიუტშიც, ინდუსტრიაში და ეჭვში. ანუ სამივე ნაწილს ეს სამი რამ აერთიანებს. ამიტომ ნახეთ რაზე მიდის ყურადღება იმაზე კი არა რომ absoliumis წარმოშობის სიტუაციის მერე რამდენიმე ვასწავლოთ. არა, მიდის ჩახმარება, რომ ჩვენ შევდივართ შევცვლით აი ამ სამწუხაროში და რა არის მნიშვნელოვანი უცბეთ ამ სამწუხარში. ტაქტიკა პროცესი რომელიც ხდება აბსოლუტურად. ამიტომ იწყება ეხლა აი ამის განვითარება და ტაქტიკას პოზიციურ თამაშს და თავდაცვას სამივეს აქვს ორი ცნება საერთო. პირველი ეს არის უნების აქტიურობა და მეორე ეს არის სუსტე პოტენციალური სამართალი. აი ნახეთ რომ ლოგიკაში გამოვიდები ეს ყველაფერი. ანუ სვლების და საბაზისო სოლის მერე სამი ნაწილი არის, სამივე შედგება რა არის მნიშვნელოვანი, აი ეს სამი მნიშვნელოვანი და ამ სამში რა არის მნიშვნელოვანი. ეს არის უნების აქტიურობა და პოტენციალური სამართალი. და იწყება ამის დამუშავება უკვე მეორე საფეხურიდან. ჩვენ პირველ საფეხურში ვისწავლეთ მატერიალის მოგების სამი გზა, დაუცველებელი საყანა, მოგებული დარგვა. ყველა შემთხვევაში ეს არის მაინც მეთოდის გამოყენება. ამ ცოტაზე რაღაცა ხდება, რომ დაუცველი დარგვა, დაინახავებული დიდიკურად დაწესებული, დაინახავებული ხდება და რა ხდება მაშინ, როდესაც მეთოდი არ არის ხელგაში. ნახეთ ამის განვითარება როგორ ხდება. ანუ მატერიალის მოგება საბაზისო ცხოვრება მივეცით პირველ საფეხურში, ეხლა უკვე მეთოდი არ მოძებს ამ მატერიალს ესე იყო. მაშინ რა ხდება? აი მაშინ ზუსტად შეგვიძლია ტაქტიკა შამათისთვის ან მატერიალის მოგებისთვის რამდენიმე სვლის ხარჯებში. მეორე საფეხურზე ჩვენ ვუწევთ თავად უნების განვითარებას, სწავლებას, ვარიანტის სიხრმე ერთი სვლიდან იზრდება ერთნახევარ სვლამდე, ანუ ნახევარ სვლამდე, ერთი ნახევარ სვლამდე. მაგრამ მაგალითად ცოტა ეს ჩვენ წიგნებში წერია ეს ზუსტად და ეს ზუსტად ასახავდა რეალობას აი ძველ სამუშაოებში. იქ იყო ერთნახევარი სვლა, სამუშაოებში, ექსტრაშიც, კლუბშიც და მიქსშიც. მაგრამ ეხლა ახალგაზრდებში შეცვალა. ერთნახევარი არის ოღონდ მარტო სამუშაოებში და მე ექსტრა კლუბში და წინასწარმეტყველში უკვე არის აკამბლობების ისე მოიტანა ცხოვრება. ჩვენ თუ ვაბობთ ბავშვები არ არიან, ხალხი არ არის, მზად არ არიან ამისთვის და რაღაცა. ეს ცხოვრება მოიტანა, ერთნახევარი ცხოვრება გადაიქცა ორნახევარს და სამას სამას მე ვაყავარებ სამას მეორე საფეხურს. ტაქტიკა ჭადრაკში ძალიან დიდ როლს თამაშობს და ვიცით რომ მოწინავე
ცოტა შემთხვევაში ტაქტიკური შესაძლებლობები კარგი პოზიციით თამაში მომდინარეობს, ასე ვთქვათ, ვამცირებთ ხილს და მომცირებული როცა არის ეს არის ტაქტიკა, მაგრამ პატარების თამაში რატომ უნდა ის ემოცია არის, იმიტომ რომ პოზიციური თამაში ეხლა მაინც ჯერჯერობით არ არის, მაგრამ საფუძველი აქაც შესაძლებელია და ამ ეტაპზე, განვითარების ამ ეტაპზე ჩვენ არ ვუწევთ სუსტულად საუბარს, რადგან მაინც უბრალოდ კი აი ისე მომენტი არის, რომ აუს რაღაც მომენტში კი გაიგებს, აი დაავალოს ეს რაღაც მაგალითად, მაგრამ ვერ გამიგებ. აქ ყველაფერი არის მიმართული იმაზე, რომ ის ცოდნა მიცე რაც მაგან უნდა გავიგებთ, ჩვენს გავხსნათ შორის. ჯერჯერობით ეს არაა. ამიტომ ფიგურების აქტიურად განლაგება არის პირველი საფუძველი კარგი პოზიციური თამაშისკენ. ანუ პოზიციური თამაშის სწავლება და პირველი ნაბიჯები იწყება იმით, რომ ჩვენ ვიწყებთ აი ამ ქადაგებას ამაზე, რომ ფიგურები აქტიურად უნდა განლაგო და ასე შემდეგ. თუმცა ამავე დროს რას ვეუბნებით, რომ ფიგურა რომელიც აქტიურია, ასევე შეიძლება იყოს პოტენციური სამიზნე. ის სცენაზეა, აი ხო მე ვარ პოტენციური სამიზნე. რომ ყველა მაგალითად ყველა კარგად ხედავს, ხო? შეიძლება აქტიურად რასიკი გამოდივარ, მაგრამ ვარ პოტენციური სამიზნე. ეხლა ეს ისე ხო ჩვენი იმით არ უნდა გავიგოთ, მაგრამ მე ბავშვი არ დავაშავოთ, რომ აქტიურად ამბობს სამიზნე არის. არა, ეს რეალობა ჩვენ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ თავდაცვაში სუსტი არ არის, რომ პოტენციურ სამიზნედ რომ მაშინ გავხილებ, იმიტომ გავხილებ, რომ წითელ რა გადახილებ, თქვა გადასასვლელი ჭვარიზი გადაიღნებ. ანუ მე უბრალოდ იმაზე ვიდექი, რაც უნდა გაითვალისწინო. მეც არ არის. აქ შიში არ არის. პირიქით, თქვენ ის უნდა მიაწოდოთ ეს, რომ აი აჩვენოთ გმირი ხარ, აქტიური ხარ, უბრალოდ იმდენად მაგარი ხარ, ყველა შემდეგთვის. და ცოტა ფრთხილად იყავ, თორემ მეტი არ არის. და მეორე საფეხურში პოზიციურ თამაშს ორი გაყოფილი ეძღვნება, ეს პირველი არის აქტიურობის და პოტენციური სამიზნეს განსაზღვრებელი და მეექვსე გაყოფილში არის ბედრების სამი პროცესი. გადავხედოთ ახლა თემებს, რამდენებია აქტიურობა, პირველ ადგილზე, სამიზნეების განსაზღვრება მეორე ადგილზე. ეს კიდევ იმიტომ ესე გამოვიყვანეთ დიდად, რომ კიდევ ერთხელ ისაც ცოტა მაინც დარჩა, რომ აი იქნება არ არის ეს ისინი აქტიურობის მოწოდება არის ხოლო და მხოლოდ აქტიურობის მოწოდებული და გუშინაც როგორც დაუკვირდა ძიების სტრატეგიით, რომ ჯერ შამათი მერე მატერიალი და მხოლოდ მერე თავდაცვა, ეს არის არაფერი გამოსწორებული მეთოდი. ისევ აი ასეთი როგორ ეხმიანება თემები ექსტრაში სპირალი ტრიალებს აქტიურად პროდუქტები მეოდება ახალი რაც არის უბრალოდ ხო ახალი რაც არის რაც უბრალოდ ახალი არის სამშობლოში რაც არის ეს არის ქიშის და თავდაცვა მაგრამ ქიშის და თავდაცვა უბრალოდ პირველ საფეხურში გავიარე ანუ კიდევ უფრო დაბლაჭავს სპირალი პირველ საფეხურზე და იქ კიდევ ტრიალებს მეოდება და შინაარსობრივად აქტიურებს და აირჩიებს სწორი აყვანას ექსტრაში ეს ამქონდა ეს არჩევანი მასიური არჩევანი გაჩნდა და წინასწარ გათვლა ეს არის ექსტრაში და ეხლა გაჩნდა ისე იმიტომ რომ პრობლემის წინ იწვება ჭარბი იწვება და ჩვენი შეხედულებიც უნდა შეიცვალოს ასევე ნახოთ რუსი რა ხდება აქ რო შევხედოთ ნაკლებად არის ისე ნახეთ სპირალის მომენტი მაგრამ მარშრუტის გაგიყვანი ეხმიანება პირველის კურსს ისე არის პირველის ანუ პირველთან მიდის უკვე შეისა ტრიალი
ოღონდ აკადემია ბევრად უფრო რთულ შეხვედრებს ავაწყებ. აი და დაბოლოებული. ადრე იყო მეოთხე საფეხურში. ეხლა არის მეოთხე. თამაშის წესები ესეც აქციაში არის აღიარებული. ეხლა შესაძლებელია შეუძლებელი პოზიციები განიხილება. ანუ ვიწყებთ აქტიურობას. აქტიურობის და პოტენციალის სამცენების გაკვეთილები უნდა დავწეროთ ძალიან დიდხანს. სანამ ბავშვები კარგად მიღებულად აწევდნენ რას ნიშნავს ეს. და ფიგურების აქტიურად გამედება რა თქმა უნდა. პირველი საფეხურია თამაშის და ფიგურა აქტიურია და იწყება განსაზღვრება. თქვა, ბევრი ძის გაკეთება შეუძლია, ბევრი ძის საფეხურებს უტევს, უზრუნავს, უჯრებს და თუ სხვა ფიგურებთან თანამშრომლობს. ეს თქვენ აი უშუალო ლოგიკայի ნიშნავენ მეორები მაგალითად ხომ დაცვაზე რომ ერთი არავის შემოსვალი არცეს ვიზა. აი ეს მომენტები თქვენ არა უშუალო ციხში ვიწერე არ ვიწერე. თქვენ როგორც მასწავლებლმა უნდა იცოდეთ რომ ამ ეტაპზე ეს არის დასაფუთრებელი. ამიტომ ნებისმიერ პოზიციას რასაც უყურებთ პარტიას არჩევთ ხომ მიზანი მართლა ვა უცხო აღნიშნა მამაკაცებია მუსიკის გაკეთება შეუძლია ამის სამოვარია და ხე როგორ უტევს ის რამაგარია როგორ უზრუნავს და ასე შემდეგ აი სულ გავმახვილეთ ბავშვებს ყურადღება ასე პრობლემებს ეხლა სხვა ფიგურებთან თანამშრომლობა ცოტა ისეთი განსაკუთრებული რამ არის ესეც საკონკრეტებულია ბავშვებისთვის რას ნიშნავს ეს მაგალითად მეთოდის მუხარისთან ერთმანეთის ხალდაცვა ერთმანეთის ხალდაჭერა ფუნქციების გადანაწილება დავალებების გადანაწილება როგორც დიაგნოზში და დაცვაში არის და რა თქმა უნდა ის რომ არ შეუძლია ხელი არ შეუშალო ერთმანეთს ეხლა მე მას სწრაფად გავმივარ მაგრამ ეს არის საკმაოდ ნელა კარგად ასახსნელი რომ აი ჩვენ რაღაც შემთხვევით პრინციპით ოპოზიციას დაუვაგებთ თუნდაც არის ისეთი ბავშვო პირდაპირ დაასკანერებს იმას არ ერთად რომ შეუძლია თქვა რომელი არის დაუშველი გასული ფიგურა და ასე შემდეგ უნდა გითხრათ აი ეს აქტიურია ეს პასიურია ეს სამიზია ესეთი აკადა თანამშრომლობენ ერთმანეთთან და ასე შემდეგ ანუ უნდა შეძლოს წიგნის იმ პატარა მოთხოვნის მოხობა რა ხდება და ზუსტად ეს წერია ახლა აქ რომ ეს ჯერზე გავიაროთ ყველაფერი კი არა მრავალ ჯერზე უნდა გავიაროთ ეს ყველაფერი და ამისთვის გვეხმარება ასევე დავალებები რომლებიც მოცემულია აი მაგალითად აქტიურობის პრინციპის მოწოდება და განვითარება აი თავი პოზიცია არის და იწყება განსჯა საერთოდ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა აპროტებში ბავშვმა თუნდაც თავისი ბავშვური ენები მე ყავს ერთი მოსწავლე შემნაირი ტიპი არის ამას თქვენ ლაპარაკი და ლაპარაკი მემური მაგრამ სუჩუა მე ჩუმატარი ის და მე და მაგაქვს აი თუნდაც ისეთ სიტყვას ერთი რომ ვერ ხვდება აი როგორ თქვას აი გძნობს რომ ფიგურა რაღაცას იტარებს მნიშვნელობას მაგრამ სიტყვა არის როგორ ამას და გამოხედოს ხოლმე და მას აი რაღაც ის აი გძნობს რომ რაღაცა არის ვერ ვარ სახეს მაგრამ არის და აი ამის გამოთქმაც კი ძალიან კარგია მაგრამ მე ეს მაგას ესეთ სიტყვით არა რაც უფრო გაიშლება თუნდაც ბავშვის საუბარი იყოს რაც მე საუბრობს აქ ბევრად უკეთესად ხდება ყველაფერი. და ნუ ვატარებ ხო ფიგურებს, მობილობას, აქტიურობას, რამდენიმეჯერ საკონტროლებენ და ამით ველნელა მოვიხარებთ აქტიურობის და პასიურობის პრინციპს. შემდეგ ამ შემთხვევაში უკვე გამოყვანილი ფიგურები კასპაროვსკი კითხებს ერთხელ აი რას გაიხსენებთ ხო ბავშვობაში რომელი რჩევა მიღებული რეცეპტი, რომელზეც თქვენ ძალიან დიდი გავლენა მოხდა და ძალიან დიდი გავლენა მოხდა და შედეგებში ძალიან იმოქმედა. და მართლა შემომასწავლებლო ბავშვობაში ვიქნა რომ როდესაც განმოქმედებს, როდესაც აღიცინა გააკეთო,
შეხედე რომელი ფიგურები დააცუდათ და გავუმოვლესე მასიმალურ მდგომარეობა. აი პატარა თითქოს ანბანია ხო ანბანური რაღაც არის. ანბანური რაღაც არის თუ ჩვენ ამ ცოდნას ვთხოვთ. ჩვენ ასეთი ტიპის ცოდნა ძალიან ბევრი ვთხოვთ. მაგრამ არის რომ ჩვენ ეს ნამდვილად ვიცოდეთ და პარტიებში გამოვიდეთ, კიდე სხვა არის. აი ესეც აღმოჩნდება. რატომ არ ვიცი თქვენ როგორ მაგრამ მე რომ ვაგდები ეს პრობლემა ძალიან ბევრი ბავშვს. აი შეტევა კი წავიდეთ თუ შეუძლებელი. მაგრამ როგორც ჩვენ გვიჭირს სახელმწიფოს ნაბიჯ შენება, მაგრამ შეიძლება რომ შევიდიოთ ისეთ პირობები ჩავიდოთ, რომ სხვაებრივი ჩაიგდეს, ხო იგივე რაღაცა არის. აი ეს პატარ-პატარა ნაბიჯები, რაც საჭიროა პოლიციის გასაზრიერებლად, ჩვენ ბავშვებს აქვს პრობლემა. არ ვიცი, შეიძლება მასწავლებლებიც აი ძეზი ნაცვლ შეტევაზე არიან ამიცი. ვერ ვიცი. შეიძლება ჩვენ ფსიქოლოგიაში არის და ესეც გამოსასწორებელია. ანუ ამაზეც მის მუშაობა. უკვე გამოყენებულია, მაგრამ ცუდია, ედლებს ის ორი ფიგურაც და რა თქმა უნდა განსხვავება გეგმები ვთქვათ. უცე მეჯეორი კლიენტი ან ალფი ყუასანი და უხარდა და ბერეთი. და იქაც იგივე ან ეს ფედერაცია ან მიდის მიზანი მართული მუშაობა იმაზე რომ ფიგურები გავარკვიო. და როგორც შეარჩევთ თქვენ ნახეთ ის რა სტატიკური პოზიცია პირველი კეთებს უბრალოდ უპირატესობა. უბრალოდ აქტიური ფიგურება. ანუ ჯერ იმით ვისწავლეთ რაც ნიშნავს აქტიურობა. მეორე პოზიცია უკვე უნდა რაღაც ნაბიჯები გავატაროთ რომ ჩვენ ფიგურები დააკვირდით. და მესამეში უკვე გათვლასთან მოდის ცოტა შეჯახება. შეიძლება ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვართ გაყოფილები არც ეს ფიგურით, შავების საერთოდ ფიგურით ვაყოფილებთ, ეს თვითონ არ არის ჩვენერი რა გავაკეთოთ. ხელი შეიძლება ბავშვის ხელი წავიდეს ერთი. მაგრამ ერთ-ერთი შავები სიცხები მიიღო პროცესი. მოვლენ უერთოთ და დაგჭირეთ უცელზე გადაშვა. ანუ ყველაფრის ბოლოს ტესტირება ხდება გართულებით. მედიცინური ჩვენი თეორიული განშტა თუ არ არის გართული ზურგავებული, უბრალოდ საუბარია. ამიტომ ამასაც ამითარებენ, რომ ჯერ წყნარად მიჩვენებას ნიშნავს, მე ალბათ ფიგურები შეიძლება გააქტიურებ და აქ ისე გააქტიურებ, რომ ისიც გაითავისუფლო რომ მეთქე რას აფიქრებს. ასეთი არის ხო აი განსხვავებული თქვა ცალსახე მეთოდები, რომ ფიგურები როგორ გავააქტიუროთ, შეიძლება თქვა იქნება პროცესია, ავწიოთ თუ არა და შევიცვალოთ მაგალითად დიაგონალი. ამ შემთხვევაში ბავშვი, რომელიც არ არის გაზრდილი სამიზნეებით, ხო? კამოპილი იქნება ერთი ღია ხაზება. მით უმეტეს ეთრიაში შეხედავს ეთროს ჩემი ნახევარია. მაგრამ სადაც მისის მედიკოლოგია, რამდენი მისის მედიკოლოგია. არაფერი. ამიტომ ყოველ სამიზნეს და მოდის ეთრი აერთოს რომ გადაიყვანოს უკვე სამიზნეების შესაძლებლობა. და ეს მოხდა ეს მაგალითი მოყოლილი ეს თქმია, ანუ მე სტილოზე ვიჩვენებ კარტიულები თუ პირდაპირ აპროზე გადავდივარ. აქ უკვე ეს ის ვარ, რა სამი არის, თუმცა ბავშვი რომანტიკა სამიზნეებზე და პირდაპირ უყურებს ხედავს აებს სუსტია და უნდა ხედავდეს ესეთი არის. შეიძლება ცოტა ჩვენი წარმოება დაჭერდეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ძალიან სასარგებლოდ ისწავლის თუ ჩვენ გადასწავლა რაღაც. ეს არის აქტიურობის განვითარება, ხო? პარალელურად ხდება ნეურა, რაც არის აქტიურობის წინააღმდეგ ზომების მიღება. მაგალითად ამ შემთხვევაში, ეხლა თუ ბავშვის საქართველოს ყავს აწილი, მე ხებს ამსწრება. ეჭვია, ეჭვში ხდება. მაგრამ რამდენად უფრო მნიშვნელოვანი არის მეთოდის აქტიურობის შეგვიძლია
მეხუთით ხედავი დავთვალები. აქ უესამი რომ მებეჟეთი არ დავუშვები. და აქ მეხუთი რომ უბრა გამიშევდა ისე არ დავუშვები. ანუ ამის ჩადება სულ ხდება ბავშვი და ამებზე ეს დიდი თემა არის, თვითონაც ალბათ კარგად ახლობთ, რომ ამაზე დიდი დონე დაიხარჯოს. არ ვამბობ დაიკარგოს, დახარჯოს ვაკეთოს, აი მოდით რომ ჩაიგოს ასე ვთქვა რა, იმიტომ ეს არის დროის დაკარგვა, არ მიფიქროთ, რომ მოიკარგება ამით. შემდეგ უკვე იწყება სისუსტეებზე და პოტენციურ სამიზნეზე საუბარი. ესეც ბავშვებს აი ამის გამიერებისთანაც გავლები საქართველოს სამწუხაროდ ერთმანეთს მაგალითი მე სამოსწავლე ვთქვათ აი სამოგარეთ მშობლისას აი მე მატერიალი ვაკუჯა აი ღირებული ფიგურები კომბინაციის სამიზნე აი ფიგურები ერთ ვერტიკალურ პოზიციაზე ავტომატურად ეტიკეტირებული აი ხანდახან სხვა ფორმაზე ლაპარაკობ შეიძლება და უცებ მედიან რომ ამას ახეთის ფიგურები მას რაღაცა ხალხები გადაგვამოწმებიან მაგრამ კლიენტი მარკეტინგზე რომ ყოჩახი რაღაცა გამოწვევდნენ კარგი აღებას დავაძებთ მაგრამ რაც თავარია შენ ამის აფიქსირებ რაღაცა გადაგინის დროს შეიძლება უცებ სხვა თემაზე ვსაუბრობ ხო უთხრათ დახოჭება თვალები და მიხარი აბა რომელი კაიგია შავის პროგრამაში დაუწევთ შავის პროცესში დაუწევთ იმიტომ რომ პოზიციაზე რომ საუბრობ შეიძლება სხვა თემაზე ვსაუბრობ მაგრამ უკვე უნდა იფიქროს თუ ვერ ითხრათ პირველად არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ მიმართულებას უჩვენებთ რომ ეს მაგას უკვე უნდა შეეძლოს და უნდა აფიქსირდეს ორი განმწავლებელი ხო ფიგურა ნახევარი მოდელები ხო ეს გასაგებია ყველაფერი შეიძლება და აქტიურობის და სამიზნეების აქციის შემდეგ გადავდივართ კონკრეტულ აქტივობებზე პირველი არის ორმაგი დარტყმა და ისე აი თითქმის არის აი ძალიან ხშირად ციგნებში არის შეხსენება რომ მხოლოდ უშვებად გადავიდეთ შემდეგ საკითხზე თუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თუ ვერ მოგიჩნდეთ და მაინც გადავყავთ ის მაინც გააკეთეთ რომ აი კარგად აკონტროლოთ რომ იქნებ ეხლა გამიშევი აი იმშავა მაინც ისე გადახტომა თუ არა და არ დაცვასოთ ეს ისე მეორე ხოლმე ამოცანების ამბავს ანუ იწყება ორმაგი დარტყმა იწყება ისევე როგორც შავანის შემთხვევაში ამაც ლაზერი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯერის სტრატეგიაში რა არის ჯერის ორ სამიზნეს შემდეგ ვფიქრობ რომელ შეუძლია მათი მდგომარეობის გამოყენება სამიზნეების ნახვა არის აუცილებელი აი ძალიან აუცილებელი არასდროს იქნება პირიქით ფიქრი ან შეხვედრის წესი თუ მომზადდა ან აი აფიგურას რა შეუძლია და ლაზერს მით უმეტეს თქვენი სამშობლოებში უცებია რომ ეკება ორმაგი დარტყმის თავიდან მითითებული არის რომ ორმაგი დარტყმა არის ლაზერი და ეს ბავშვებს პირდაპირ მიდი ლაზერი პროცესად წავიდე ლაზერი აი თქვენ ეს ქრონოლოგია უნდა შემოვიდათ ჯერ შემოხაზო რა არის დაუცველი რა არის სამიზნე და მე უკვე იფიქროთ რომელი უჩიდან უნდა მივიდე ну აი ამ ტიპის ესე იგი სამიზნები არის მატერიალი მე ქიში უჯრა და მატერიალში ნახეთ უკვე მარტო დაუცველი არ არის არამედ მაგალითად და ასევე გავამაგრებული და ესე იგი ბავშვი ნიშნავს ჯერ დაუცველს მერე სხვას ყოფს ჯერ დაუცველს ეხლა აქ ვინც ამას არ უყურებს დაუცველს ლაზერებს ახახონებენ პირდაპირ იმიტომ რომ ყველაზე ესეთი არის თვალში ხდება მაგრამ გასულიყიდა რა აზრია ჯერ სამიზნები მერე სხვა ჯერ სამიზნები მერე სხვა ძალიან მნიშვნელოვანია ამას შემდეგ ეს საფუძველი ჩაერყავს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ შეცვლილი არის მართალს რომ შენიერი არ
რომელიც არ უძლებს ყველა სტანდარტებს, რომელიც არ აღიარებს არანაირ კედლებს, აი კედელში გამიხარ, ფაქტობრივად თითქოს ყველაფერი გუშინ დავსვას, მაგრამ მაინც კედელში შედგა. ამას პირველში რა ხონდა პიროვნული თვისებებიც უნდა, რომ პატარა წინააღმდეგობაზე უბრალოდ უკანა წახვიდე რაღაც სიტამაზეც უნდა და ასე შემდეგ, სიმამაცეც. მაგრამ ჩვენ ამ სიმამაცეს გვაძლევს სამიზნეს დაფიქსირება, რომ ჩვენ სწორი და დავინახავთ სამიზნეს და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ აქედან იქ უნდა მივიდეთ, ხო? მე ეს კედლებიც კი იწევა. კედლებშიც კი შევდივარ, ანუ ის სვლა არის გარღვევა, იმიტომ რომ ის დავინახე. და იქ მინდა უბრალოდ, იქ მივიდე. და ეს ყველაფერი თან არის უსაფრთხო მიხაბულებზე. ანუ მე იქ მივიდივარ, მე რომ უდაბნოში ვარ და იქ რო წყალს დავინახავ და დრო ვიცი რომ მინებით სავსე თქვა მინდორია, ხო მე უდაბნოში ვიჟა. და გადაგდავა მინებით სავსე და გაფა, ხო? რახან ის ძალიან მინდა წყალი და შამათიარი ჩემი მიდია. უნდა გავიქცე, თუ არ გავიქცე. მე მინდა რომ ეფექტურად მივიდე იქ. მე მინდა რომ ცოცხალი მივიდე და დავმიოს წყალი. ამიტომ ყველა ნაბიჯს უყურე. და ამ ფუნდამენტით მე როგორ ყველაფერი სამიზნისკენ მისავალი ყველა გზა იქნება ერთი შეკითხვა ცოტა წინასწარი რომ შევიდე პასუხს შემოქმედებით იმას როგორ ავითარებს ეს სისტემა არ ვიცი მე მგონი თუ გაქვთ კიდევ შეიძლება თავიდან იქნა დასმული არ ვიცი იმიტომ რომ უშინაც რამდენიმე იმას შვება ვარიაციებს თავაზობს, თუნდაც აზრის, თუნდაც შამათში ფიგურა ისე ჩასვი, შენი ფიგურა ჩასვი, მედოქის ფიგურა ჩასვი, არ ვიცი, რამდენიმე ვარიაცია არის. ავითარებს კი არა ძალიან ავითარებს. და სამიზნეებზე კონცენტრაცია საერთოდ ძალიან ავითარებს. მე მახსოვს ჩვენი ჯობიკას პარტია იყო ერთი რამდენიმე წაიღეს თამაშა, მაგარი შეწირო გააკეთა. და ზუსტად რადგან მეც მიჩვეული ვარ ამ სისტემით ყურებას ზოგადად ესეთი ტიპიც ვარ რომ ჯერის უძავნახო და მე ვაკეთებ ყველაფერს. ეხლა აღჭერბმა დოდნავდოდ საერთოდ მე უბრალოდ იმ წამსული გოგოის პრაქტიკა მხოლოდ იმიტომ რომ დავინახე ლაზერი მეექვსე შავას დაუცველი და ამიტომ გადიოდა შეწივა მეფის თაზე. ის ლაზერი მეექვსე წესი არ გვაინტერესებს თვითონ, იმიტომ რომ მეფის თაზე ხდება მთელი ამბავი. მაგრამ ზუსტად რომ ლაზერი მეექვსე იყო დაუცველი, შემდეგ მეექვსე ხაზზე ერთ-ერთი ფიგურა აღნიშნებოდა რამდენიმე სისხლზე გაბმული და ეს ტაქტიკა გადიოდა. ვერ ნახავ ამას. ჩვეულებრივ გათვლით შეიძლება ვერ მიხვდი აქამდე, მაგრამ ის მაძლევდა ძალას რომ ის რომ დაუცველს დავინახე მეთქი ბიჭო რაში გამომიყენო რომ ის დაუცველია რაში შეიძლება ამის გამომიყენება. ამიტომ ამის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი და მაგარი საფუძველი შემდგომი განვითარების. ორმაგი დარტყმის მრავალი ის არის მრავალი მეთოდი არის განხილული. მაგალითად თავიდან ბავშვები თავისუფლად და გადავდივართ ფრაზე. ბავშვები მიეჩვიან დაუცველი ფიგურაზე გამოყენებას, ხო? ეხლა შემდეგ ისწავლეს გაორმაგებული დარტყმა, მაგრამ კიდევ ჩნდება ეხლა რომ ეს წყალი მისწავლდეს ეს პროცესი. ამიტომ ორმაგი დარტყმა არის გაორმაგებული მხარესთან ინტეგრირებული და ერთად მოცემული ფედერალური. ანუ ყველაფერი, რასაც ჩვენ ერთი